მარტოხელამშობლები სრულიად დაუცველები არიან. კახა კალაძეს არც მათი შვილები აინტერესებს. 10,000-მდე მარტოხელამშობელია რეგისტრირებული და მათი უმეტესობა სოციალურად დაუცველია. მათ შვილებს არ აქვთ სრულყოფილი კვება, არ აქვთ ჯანსაღი გარემო საცხოვრებლად. ისინი ვერ დადიან ხატვაზე, ცურვაზე, ცეკვაზე, ისინი ამისთვის მშობლებს საყვედურობენ. უმეტესობას ვერ მიყავთ თავის თანატოლების სტუმრად, რადგან რცხვენიათ ისეთ გარემოში და ისეთ პირობებში უწევთ ცხოვრება. გარდა იმისა, რომ მშობლები ყოველდღიურ ჯოჯოხეთს გადიან, იმდენი საზრუნავი აქვთ, მათ ასევე უწევთ საკუთარი შვილების ემოციურ მდგომარეობაზე ზრუნვა. არადა თითოეული საქართველოს მოქალაქე იმსახურებთ ღირსეულ ცხოვრებას. ეს შესაძლებელია და მიღწევადია, თუ ჩვენ დავამარცხებთ კახა კალაძეს. მოდით დავიწყოთ ოცნების დამარცხება კალაძის დამარცხებით.